ვიტრი. ამინდი მოქმედებს მაგრავს ჩემზე. კარგი, დავუძახოთ ჩვენს სტუმარს, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ფსიქიატრი ხალხური ნინო ოკრიბელაშვილი ჩვენი სტუმარი. სამოჩეული სპეციალისტი თავის სფეროში. ლამაზი, ელეგანტური, პროფესიონალი. აკეთ. არა. ჩვენთან ახლოს. კი ბატონო. ქავთო ნინო, აი ესეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ ჯერ ერთი ყველანი ცოტათი თქვენი პაციენტები ვართ, მთელი მოსახლეობა. ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად. ზოგი მეტად, მაგრამ სერიოზულად რო ვთქვათ, არის მართლა რაღაცა ესეთი სოციალური ტაბუ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვიყენებ ყოველ შესაძლებლობას ნებისმიერ მედიასთან ვითანამშრომლებ, რომელიც იმუშავებს ზოგადად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ამ საკითხში, განსაკუთრებით კი იმ ჭრილს თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ახახანს რამდენიმე დღის წინ 10 ოქტომბერს მთელმა მსოფლიომ აღნიშნა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე, რომლის ძირითადი დევიზი არის ღირსება და ფსიქიკური ჯანმრთელობა. როდესაც საუბრობთ ღირსებაზე, საუბრობთ იმაზე, რომ დიახ, ბევრ ქვეყანაში სტიგმა, ტაბუდადებულია თემები და ის ადამიანები, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, განიცდიან მნიშვნელოვან დისკრიმინაციას. საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეს იყო დეპრესია და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხში დეპრესიას ძალიან დიდი როლი უჭირავს, იმიტომ რომ ზოგადად მოსახლეობაში გავრცელებული ფრაზეოლოგია, რომ დიახ, მე დღეს დეპრესიული ვარ. ეს არ ნიშნავს რეალურად იმ სამედიცინო პრობლემას, რომელიც უშუალოდ ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება. ღირსების შელახვა ზუსტად არის ის განცდა, რომელიც აქვს ზოგადად დიდ დეპრესიას, ანუ იმ დეპრესიას, რომელიც ფსიქიატრის კომპეტენციაში ხდება და ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანს მნიშვნელოვნად აქვს თვითშეფასება დაქვეითებული და ამიტომ სრულფასოვნად ვერ გრძნობს თავის შესაძლებლობებს, თავის რაობას, თავის პერსპექტივას ვერ ხედავს. ადამიანს აქვს თქვა აი ესეთ მდგომარეობაში უნარი ობიექტურად განსაჯოს საკუთარი მდგომარეობა და გადაწყვიტოს, მან უნდა მიმართოს ექიმს თუ კითხოს მეგობარს რა წამალს ვავს ის და ერთი აბი გამოართვას. ეს არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ტირაჟირება ხდება ერთი კონკრეტული პიროვნებისთვის გამოწერილი მედიკამენტის, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზოგადად მედიცინა არის ინდივიდუალურ მიდგომებზე და ინდივიდუალურ საჭიროებზე გათვლილი და კონკრეტულად ფსიქიატრიაში ეს საკითხი ათმაგდება თავისი სირთულით. იმიტომ რომ ორი დეპრესია აბსოლუტურად იდენტური არასოდეს არის. ყველა დეპრესიულ პაციენტს თავისი უნიკალური თვისებები აქვს და ამ თვისებებიდან გამომდინარე შესაბამისად გამოხატულებაც სხვადასხვა გვარია. წერან ახსენეთ თვით შეფასება, ასე ვთქვათ, ღირსება და ასე სოციალური სიტუაცია რამდენად მოქმედებს. დიახ, ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, იცით რა, საინტერესო ფაქტები არსებობს ზოგადად დეპრესიის მიზეზების შესახებ. დიახ, არ უარყოფთ, რომ აქ არის გარკვეული გენეტიკური წინასწარ განპირობებულობა და გენეტიკური პრედისპოზიცია, მაგრამ ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორიცაა ძალადობა, უმუშევრობა, როგორიცაა მაგალითად შეხება ნარკოტიკულ საშუალებებთან და ასე ვთქვათ ზოგადად არა სასურველი მედიკამენტებისა და ასე შემდეგ მოხმარება. და რაც თავია სიღარიბე. ეს არის ის მაპროვოცირებელი, რომელიც შესაძლებელია გარკვეულწილად მძინარე მდგომარეობას გამოაღვიძებს და დაავადებას შეიყვანს პაციენტს. ეხლა რა კითხვა მაქვს, იცით, აი როდის არის ეს საგანგაშო? აი რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს მდგომარეობა აპატიური, გვერდიდან ვითომ მოწყენილია, ვითომ უხასიათოთ არის. აი როდის ხდება ეს საგანგაშო? ყოველდღიურად გუნებგანწყობის მერყეობა მაგალითად შესაძლებელია თითოეულ ჩვენთაგანს გქონდეს და ეს არის აბსოლუტური ნორმა, იმიტომ რომ შესაძლებელია ჩვენ ესეთი მზის ყვავილებივით ვიხვითებთ მზესთან ერთად და ამას თავისი ბიოქიმია უდევს საფუძვლად და ეს შეიძლება პრობლემური არ იყოს. მაგრამ როდესაც სიმპტომთა თანა ვარსკვლავედი, რომელსაც ჩვენ სინდრომს
სიმპტომს უწოდებთ, ანუ როდესაც არის ფსიქომოტორული შეკავება, გუნებგანწყობის მკვეთრი დაქვეითება, როდესაც არის არასასურველ ფიქრები, სომატური სიმპტომები თანდართულია, ძირითადად მაინც ემოციური აჰედონია, როცა ადამიანი გეუბნება, რომ ჩვეული საქმიანობისაგან მე სიამოვნებას ვეღარ ვიღებ, ეს ყველაფერი ქმნის აი იმ სიმპტომო კომპლექსს, რომელსაც ჩვენ დეპრესიულ სიმპტომო კომპლექსს ვუწოდებთ და მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში დღის უმეტეს ნაწილში ამ სიმპტომთა ერთობლიობა უნდა იყოს გამოვლენილი. ნუ ახლა კურიერის მოკლე ანონსია და განვაგრძობთ საუბარს შემდეგ. მოგესალმებით მოკლედ იმ თემების შესახებ, რომელზედაც დეპრესიაზე საუბრობდით. შეიძლება გავაგრძელო უბრალოდ ის, რასაც ქალბატონინა საუბრობდა, ვთქვათ, ვადები, როდის შეიძლება უკვე ვთქვათ, მიმართვა ექიმთან, მაგრამ ფსიქიატრთან მისვლა ეს რაღაც ისეთი ნაბიჯია, რომლის გადადგმაც ბევრს უჭირს. ურჩევნიათ მივიდნენ მართლა რაღაცა ყველანაირ ექიმთან. ყველა გამოკლება ჩაიტარა, მაგრამ ხო ბოლოს აღიარონ, რომ მათ აქვს ფსიქიკური პრობლემა. თქვენამდე ანუ ფსიქიატრებამდე გზა არის ნევროპათოლოგი, ასე ვთქვათ. მე კიდე არის მცდელობა ვთქვათ ზოგიერთ ფსიქოლოგთან, ზოგიერთ ფენებში და ნუ ფსიქიატრი არის უკანასკნელი, ასე ვთქვათ ინსტანცია. მე არ ვიტყვი რომ ხა ეს ყველა სახელმწიფომ გაიარა პრაქტიკულად ეს გზა. იმიტომ რომ აღიარება, რომ პრობლემა აქვს ადამიანს, ყველაზე მეტად აი ეს უჭირს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. იმიტომ რომ არსებობს რაღაც კლიშეები, რომლის გამოც ადამიანი ფიქრობს, რომ ეს მაინც უმკურნებელი სცენია. აქედან გზა უკან აღარ არის და გამომდინარე აქედან ოჯახის იცით განწყობები ძალიან საინტერესოა პირველ ეტაპზე თუ ძალიან ზრუნავენ, შემდეგ რაღაც ეტაპის მერე უკვე ეჩვევა თითქოს და თუ განუკურნებადია და ვერაფრით ვერ უშველი, ხო მართვადია, აი ამის თქმა მინდა. მართვადია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი იქნება რეჟისორი, ექიმი თუ მეცნიერი, უამრავი არის მძიმე შიზოფრენიით, რომელიც მართავს და მუშაობს და ცხოვრობს და ქმნის კიდე შედევრებს. კი ბატონო, გეთანხმებით, თუნდაც დეპრესია ცნობილი ისეთი ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში სერიოზულ როლს ასრულებდა, როგორიცაა თუნდაც სკოტ ფიცჯერალდი, როგორიცაა ვან გოგი, როგორიც იყო, აიცით რა, ძალიან ბევრი მსახიობი და ასე შემდეგ. მეცნიერიც და მე ხო, ბეთჰოვენს მაგალითად კლასიკა, მისი დეპრესია აღწერილია მისი ცხოვრების მატენიაში. აქედან გამომდინარე, იცით რა არის ეს სტიგმა, ანუ დამღა, ანუ ის პრობლემა, რომ ღირსება აქვს შელახული ასეთ ადამიანს, ასევე შელახული აქვს ღირსება ფსიქიატრსაც გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ ეს медиცინის, აი მოთხოვნად პროფესიებს შორის, როგორც ასეთია, არზის ფსიქიატრია. ამას ჩვენ ვხედავთ თუნდაც სასწავლო საგანმანათლებლო პროცესში, როდესაც რეზიდენტურაში უფრო ნაკლები მოთხოვნა არის ფსიქიატრიაში, მომავალ ფსიქიატრებთან დაკავშირებით. თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გავითვალისწინოთ ისე ზოგადად მოსახლეობისთვის და მომავალი ექიმებისთვისაც ყურადსაღებია ეს ფაქტი, რომ 2020 წლისთვის სავარაუდოდ აი ასე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით დეპრესია გახდება ნომერი პირველი იმ მიზეზებს შორის, რაც იწვევს უნარ შეზღუდულობას. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან უკაცრავად მეორე ადგილზე იქნება შიდსის შემდეგ. ანუ ფსიქიკურ აშლობებში პირველი იქნება, მაგრამ შიდსის შემდეგ მეორე ადგილზე იქნება 2030 წლის. ხომ ამბობენ, აი დეპრესიული ადამიანია. არსებობს ესეთი ადამიანური კონსტიტუციური ტიპი, რომელიც მიდრეკილია, თქვათ, აი ესეთი განწყობებისკენ. თუ სუბიექტურია რა. თუ არა, ფსიქოლოგებს მათ იციან და ნუ ეხა აღარა დრო რომ ფიზიოგნომიკით, მაგალითად ლამბროზოს თეორიები და კონსტიტუციურ ტიპებზე და ასე შემდეგ ვისაუბროთ, მაგრამ პრინციპში არსებობს რაღაც გარკვეული საზოგადოებასთან ურთიერთობის საკუთარი სტილი ადამიანებს შორის, რომლებიც არიან მაგალითად ინტროვერტები, ექსტრავერტები. კი ბატონო, არის პიროვნული თავისებურებების გარკვეული ჯგუფი, ანუ ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური
აშლობა, რომელმაც შეიძლება რაღაც ეტაპზე ცხოვრებისა და განვითარების მოქცეს დეპრესიული ეპიზოდი, როგორც ასე. აი, ადამიანები ტიპები, რაზეც ხელაპარაკობდით, ისინი ეგეთებიან და ძალიან ნორმალურად გრძნობენ თავს, ხო? ეგეც ხო არის ახლა? არ უნდა ყველა ხორცნაირი არ უნდა იყოს ხა მხიარული რაღაცა. აი, ნორმალურად სიტყვაც როგორი შედარებით. აქტუაცია პიროვნების არ ნიშნავს ფსიქიკური დარღვევის არსებობას. რაღაც აქცენტუირებული პიროვნება ესაა რაღაც ნორმასა და პათოლოგიას შორის არსებული რაღაც შეწონილი მდგომარეობა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ პიროვნულ დარღვევებზე, ზოგადად პიროვნული დარღვევების მქონე ადამიანი, როგორც დიაგნოსტირებული შემთხვევა, ფსიქიატრის თვალთახედვის არეში ძალიან იშვიათად ხდება, თუ მაგალითად ემოციური არასტაბილურობის გამო განვითარებული შემდეგ იქ დეპრესია, ცხოვრებისეულ მოვლენებთან როცა ვერ გაათვა თავი ჭიდილს, ჩაიდინა სუიციდური მცდელობა. გამიგეთ, ამიტომ ესეთი თუ ვსაუბრობთ დეპრესიაზე, უნდა ვისაუბროთ დეპრესიაზე, როგორც სერიოზულ პრობლემაზე, იმიტომ რომ პიროვნული თავისებურებები და დეპრესია პლუს ეს უკვე ორმაგი დიაგნოზია და ეს სხვა ფენომენია. კაპიტანინო, ასეთი შეკითხვა გამიჩნდა. როდესაც თქვენ საუბრობთ დეპრესიაზე, ლაპარაკია ფსიქიკურ აშლილობაზე და ასე ვთქვათ, რაღაც მენტალურ პრობლემებზე. ორგანული დაავადებები შეიძლება ჩაითრიოს, გამოიწვიოს ან გაამწვავოს დეპრესია. ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი შეკითხვისთვის, იმიტომ რომ 2011 წელს უკვე გამოაქვეყნეს ნეირომეცნიერებმა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ დეპრესია ძალიან ხშირად წინ უსწრებს ისეთი მძიმე ფსიქიკური დარღვევის ჩამოყალიბებას, ნევროლოგიურ პათოლოგიას, როგორიც არის ალცჰაიმერის დაავადება, დემენცია, ზოგადად სხვადასხვა ტიპის დემენციებზე იქ საუბარი, მაგრამ ეს არის დაახლოებით წლებით წინ მსწრები პროცესი. სიგნალი თითქოს, ოღონდ რა კონტექსში, თუ არ მიიხედა დეპრესია, დიდი ალბათობით შეიძლება ჩამოყალიბდეს მოგვიანებით. ყოველ შემთხვევაში დღეს მუშა ჰიპოთეზა ეს არის და ჯერჯერობით აი ესეთი ზოგადი ტრენდია. დეპრესია მიხედვადია და აი მე რასაც თქვენ ამბობთ, ის რასაც იწვევს, ის უკვე ძალიან რთული სიტუაციაა. ეს უკვე არის ის შემთხვევა, რომელიც ორგანულად ვთვლით, კიდევ უფრო მეტსაც გეტყვით. დღეს არის პრაქტიკულად ტოლობის ნიშანი დასმული კარდიოვასკულარულ, ანუ გულსიძარღვთა დაავადებებსა და დეპრესიას შორის და ითვლება, რომ არათუ კარდიოვასკულარული დაავადებები ხდება დაავადებებით ხდება დეპრესიული მდგომარეობების პროვოცირება, არამედ vice versa. მათაც შეუძლიათ გამოიწვიონ გარკვეული დეპრესიის მართვაზეც. ეს სწორი ტერმინია? აბსოლუტურად სწორი ტერმინია. ზოგადად მედიცინაში მე მიზანშეწონილად პირადადაც არ მიმაჩნია, რომ ვთქვათ სრული განკურნება, ვიხმაროთ ტერმინი სრული განკურნება, განსაკუთრებით ფსიქიატრიაში, სადაც ტენდენცია ქრონიფიკაციის არის საკმაოდ მაღალი და ამიტომ მართვაზეა საუბარი, ამიტომაც მიდის ფსიქიატრის დროის ძალიან დიდი ნაწილი ახსნა განმარტებების მიცემაზე, რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს, როგორ უნდა შეიცნოს საკუთარი თავი დაუშვათ სიმპტომატოლოგიით და მოახდინოს ახალი რეციდივის პრევენცია, თუ ჩვენ გვაქვს რეკურენტულ მდგომარეობასთან. თუმცა მინდა ასევე ააღნიშნო შექცევად დეპრესიასთან. თუმცა ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ 25 წლის ასაკისათვის ყველა დეპრესიული შემთხვევის მხოლოდ 1%-ია, მხოლოდ 1, ანუ უკაცრავად ყოველ 25% არის გამოვლენილი 25 წლის ასაკისათვის. ანუ ყოველი 4 დეპრესიულზე ერთს გამოვლენილი აქვს უკვე მოზარდობისა და ახალგაზრდობის ასაკში. და ძალიან მაღალია ციფრი, მაგალითად მაღალი პასუხისმგებლობების მქონე პროფესიებში დეპრესიის რისკი მაღალია, ასევე ძალიან მაღალია სტუდენტობის პერიოდში, რაც არ უნდა გამორჩეს ოჯახის წევრებს, არ უნდა გამორჩეს გარემოს, ვინაიდან აიცით, აი ეს შეუსაბამობა მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს შორის ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას წარმოშობენ. დიახ, აი მაგალითად, როდესაც პროფორიენტაციის და გარკვეული, ახლა პრევენციაზე ვსაუბრობ ფაქტიურად, პროფორიენტაციისა და გარკვეული შესწავლების გარეშე მათთვის სასურველ დაწესებულებაში აი
შეამარო შენ. ანუ გარკვეულწილად საკუთარი სურვილების რეალიზაციას ახდენენ საკუთარ მაგის სვეტი ბევრი არის კი. ძალიან მაღალია და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა განსაკუთრებით ჩვენი ტიპის განვითარებად ქვეყნებში. ნელ-ნელა კი საერთოდ იყო ადრე და ეხლა კიდე იცით რა ყველა განსხვავდებით ენერგიის, მოტივაციის, აი ამით ყველანი არ არის ყველა ძლიერი და ვერც მოსთხოვ ყველას რომ რაღაცნაირად შეძლოს გადალახოს სირთულეები. არსებობს რაღაცა სირთულე, რომელსაც ადამიანი ვერ ერევა. არ არის მის ხელთ ძირითადად და იბრძვის, მაგრამ ვერ ერევა. აი ამ შემთხვევაში აი ეს პიროვნული თვისებები, რომელიც არ გააჩნია, არა ისეთი ძლიერი უნარშესაძლებლობების საერთოდ ჩამოყალიბება ცხოვრების განმავლობაში შესაძლებელია. ამას გარკვეული თვით ტრენინგიც სჭირდება და გარკვეულ სპეციალისტთან კონსულტაცია ხა ფსიქიატრები მაინც არ მუშაობთ ამ საკითხებზე, ეს უფრო ფსიქოლოგებთან და კლინიკურ ფსიქოლოგებთან გასავლელი საკითხებია. ზოგადად მსოფლიოში არსებობს კონსალტინგ აი ესეთი სერვისი, კონსულტირების სერვისი, სადაც შეიძლება გადამისამართება მოხდეს საქართველოში, მე სამწუხაროდ არ ვიცი ჯერჯერ. მეგობრები არიან დეპრესიიდან გამოყვანები. მაგის ხო შორს ძალიან შემიცოლის დაკალები და ვიღაცეები, რა ვიცი. არის ესეთი ალკოჰოლით გამოყვანა ნამდვილად არ შეიძლება, იმიტომ რომ სტრესების შემდეგ ალკოჰოლის მოხმარება არის ერთ-ერთი მაღალი რისკ ფაქტორი იმისა, რომ უფრო სერიოზულ პრობლემებს ისევე როგორც თვითდანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტები. ძალიან დიდი მადლობა ქაბატონო. მადლობა მოწვევისთვის. რომ იყავით ჩვენი სტუმარი, დღეს მიმოვიხილეთ უამრავი სამედიცინო თემა და იმედი გვაქვს რომ საჭირო რეკომენდაციები გავეცით ჩვენი მაყურებლისთვის და ასე იქნება ყველა ბიოგრაფიის დრო დგება. დროზე ვამთავრებთ რომ დროზე დავიწყოთ სხვა ბიოგრაფია. რაზე იცინოდნენ ყვავილები. ეზო ინანიშვილის